ქართული ოცნების ტონი ისევ მუქარა. ოცნების ხელისუფლება განსაკუთრებით იმუქრება ირაკლი კობახიძის პირით, რომელიც კიდევ ბევრს უანონსებს მკაცრ სასჯელს. ოცნების პრემიერი ისევ იმეორებს, რომ აქციაში მონაწილეების იდენტიფიცირებისთვის გამოიყენებენ მთელ ძალისხმევას, მონდომებას და ტექნიკურ რესურსს. როგორც ჩანს, ოცნებისთვის 300 დღეზე მეტი ხნიანი პროტესტი უკვე ძალიან შემაწუხებელია, რადგან აპირებს დღეს და მომდევნო დღეებში ნებისმიერი შეკრება გუშინ განვითარებული მოვლენების გაგრძელებად მიიჩნიოს. ეს კი ოცნებამ თავისი შინაგან საქმეთა მინისტრის პირით დაანონსა. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ კანონი უფრო რეპრესიული გახდება მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ. პროტესტის მონაწილეებისთვის გამორიცხული არაფერია, თუმცა მკაფიოა მათი განწყობა და დამოკიდებულება. რეჟიმის მუქარის არ ეშინიათ და მის დასამარცხებლად ბრძოლის გაგრძელებას ბოლომდე აპირებენ. ნატალი ჯახუტაშვილი მოგვიყვება, რა ეფექტი აქვს ოცნების მუქარას. ბიძინა ივანიშვილის გუნდი ახალ დაჭერებს აანონსებს დღეს საგანგებო ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ პირდაპირ განაცხადა, რომ დაკავებების სერია იქნება ისეთი მასშტაბური, როგორც არასდროს სავარაუდოდ უახლოეს დღეებში ჩვენ უნდა ველოდოთ, რომ სისხლის სამართლის საქმე აღიძრება იმ ათობით მოქალაქის წინააღმდეგ, ვინც იმყოფებოდა ათონელის რეზიდენციასთან. ამის პარალელურად კი ირაკლი კობახიძე ყველანაირად ცდილობდა იმ 300 დღიანი უწყვეტი მშვიდობიანი პროტესტის გაშავებას და ამ აქციის შერაცხვას როგორც ძალადობრივი აქცია, არადა ჩვენ შევახსენეთ დღეს ირაკლი კობახიძეს, რომ გუშინ პაატა ბურჭულაძის მოწოდებას აქციის მონაწილეთა აბსოლუტური უმრავლესობა გაემიჯნა და თითქმის ყველა დარჩა რუსთაველის გამზირზე და პარლამენტის მიმდებარედ ისინი განაგრძობდნენ მშვიდობიან პროტესტს და ამ ყველაფერზე თქვენ შეგიძლიათ მოისმინოთ კობახიძის პასუხი. დაუშველი ვერავინ დარჩება. ჩვენ გვაქვს მოძალადეების იდენტიფიცირების იმასე მეტი რესურსი, ბევრად მეტი რესურსი, ვიდრე ეს იყო თუნდაც შარშანწინ. შესაბამისად, ძალიან ბევრი ადამიანი უნდა დაელოდოს სასჯელს იმ ძალადობისთვის, რომელიც მათ განახორციელეს სახელმწიფოს წინააღმდეგ. პაატა ბურჭულაძის მოწოდების შემდეგ აქციის მონაწილეების დიდი ნაწილი დარჩა რუსთაველის გამზირზე და პარლამენტის შენობის წინ, ანუ მცირე ნაწილი გაყვა მხოლოდ არა, ეს ტაქტიკური მათი ნაბიჯები და ამ ტაქტიკური ნაბიჯების მიხედვით მიიღეს შესაბამისი პასუხები, ხო? ანუ ტაქტიკურად იყო გადანაწილებული მათი რესურსი. მაგრამ როგორც კი ნახეს, რომ ძალოვანი სტრუქტურები მოქმედებდნენ ეფექტიანად, მაშინვე დაიწყეს გამიჯვნა მთლიანად დამხობის აქციისგან. როცა თვითონ მივიდნენ საკუთარი ფეხით დამხობის აქციაზე. ეს არავის არ მოგჩვენებია. 4 საათზე ვინც მივიდა თავისუფლების მოედანზე, მივიდა მშვიდობიან პროტესტზე. არა, ყველა მივიდა დამხობის აქციაზე. ყველა მივიდა დამხობის აქციაზე. დამხობა როგორ არის მშვიდობიანი პროტესტი? 4 საათზე ვინც მივიდა, ყველა მივიდა დამხობის აქციაზე. და რატომ არ გაიზიარეს მაშინ პაატა ბურჭულაძის მოწოდება, რატომ არ გაყვნენ ორბელიანების სასახლესთან? იქ იყო ალბათ აქციის მონაწილეების, არ ვიცი, 5% მაქსიმუმ, ხო? არა, ტაქტიკური საკუთარი მონახაზი ჰქონდათ, რომლის მიხედვითაც ერთი ნაწილი უნდა წასულიყო ათონელზე, უნდა შეჭრილიყვნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და შემდეგ სხვა ჯგუფებს უნდა ემოქმედათ სხვა მიმართულებით, მაგრამ როგორც კი ნახეს, რომ პირველივე მცდელობა ჩაუვარდათ, მაშინვე სამარცხვინოდ გაემიჯნენ ბატონ ბურჭულაძეს ოდლავას და სხვებს. ძალიან სამარცხვინო ეს ყველაფერი, ესეც აჩვენებს ნაცის სახეს. და თითოეულ პოლიციელს, რომელიც გუშინდელ აქციაში იღებდა მონაწილეობას, მადლობა გადაუხადო და საკმაოდ მაღალი სტანდარტით მოხდა გამოყენებული იქნა პროპორციული ძალა. მინდა ასევე საზოგადოება მიცოდეს, რომ ნებისმიერ დაუნდარღვევაზე იქნება უმკაცრესი რეაგირება. ვერ შედგა მშვიდობიანი დამხობა, მაგრამ დარწმუნებით შეგიძლია გითხრათ, რომ შედგა მშვიდობიანი დაშლა. ირაკლი კობახიძეს ცოტა ხნის წინ საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სხვათა შორის ამ წუთებში სალომე ზურაბიშვილი უკვე რუსთაველის გამზირზე იმყოფება პარლამენტის შენობის წინ ხალხის გვერდით. ის პირდაპირ აცხადებს, რომ გარკვეული პროვოკაციების ხარჯზე ქართულ ოცნებას სურს, რომ ჩაკლას ეს მრავალდღიანი და მრავალთვიანი პროტესტი. ქართული ოცნების მიზანია, რომ ადამიანები არ გამოვიდნენ სახლში და არ გამოხატონ საკუთარი პოზიცია, თუმცა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი საუბრობს იმაზე, რომ მნიშვნელოვანია ქუჩის დემონსტრაციები, მნიშვნელოვანია, რომ ხალხი ისევ გამოვიდეს რუსთაველის გამზირზე, რადგან რუსთაველის გამზირია სწორედ იმისი გარანტი, რომ ჩატარდება ამ ქვეყანაში ახალი თავისუფალი არჩევნები და იმის გარანტია, რომ ქართული ოცნება დასრულდება.
დღეს როგორც არასოდეს უნდა რომ მოსპოს რუსთაველის პროტესტი. ამიტომ გამოცხადება შესაძლოა რომ ჩვენ დღეს არ დავუშვებთ, იმიტომ რომ ეს არის გაგრძელება ძალადობრივ რაღაცა ქმედებების. ეს არის ტყვილი, ჩვენ ყველამ ეს კარგად ვიცით და ეს ჩვენ ვერ შეგვცვლის და ვერ შეგვაშინებს. ამიტომ დღეს, როგორც არასდროს, აუცილებელი არის რომ გავიდეთ რუსთაველზე და გავიდეთ ყველანი ერთად. დავდგეთ რუსთაველზე, იმიტომ რომ რუსთაველი დღეს არის დასაცავი. პროტესტი, რომელიც გრძელდებოდა 300 დღეზე მეტი და სადაც ჩვენ ვიცავდით კონსტიტუციას, ევროპულ მომავალს და კონსტიტუციის სწორედ იმ მოხს, რომელიც ამ ევროპულ მომავალს ასახავს, ჩვენ არ გადავალთ არც ერთ არაკონსტიტუციურ ქმედებაზე, ჩვენ ვერ მოგვატყუებენ და ვერ გადაგვიყვანენ სხვა რეჟიმში, ჩვენ ვართ მშვიდობიანი პროტესტი ამ ქვეყნის ისტორიაში, რომელიც დარჩება და ჩვენ დღეს უნდა დავიცვათ რუსთაველი. ის ადამიანები, რომლებიც 300 დღეზე მეტია უკვე გამოდიან ყოველდღიურ რეჟიმში ქუჩაში რუსთაველის გამზირზე და მშვიდობიანად გამოხატავენ საკუთარ პროტესტს, პირდაპირ აცხადებენ, რომ მშვიდობიან დემონსტრაციებს ალტერნატივა არ აქვს და ქართული ოცნების პროვოკაციები მათ ხელს ვერ შეუშლის იმაში, რომ ბრძოლა გააგრძელონ გამარჯვებამდე და ისინი მომდევნო დღეებშიც და იქამდე გამოვლენ ქუჩაში, ვიდრე ქართული ოცნების რეჟიმი არ დასრულდება. ქართულ ოცნებას სურს თუ არა ეს კითხვა არც უნდა დაისვას, რა თქმა უნდა, სურს მას, სურს ყველა სახში იჯდეს და ხმას არ იღებდეს ეს სურვილი. დიდი ხანია მათი განცხადებულია და გუშინაც ეს იყო რაღაცა იმედგაცრუების მოწყობა და ამ იმედგაცრუებაში მათი დიდი წვლილია. არ ამგონია ჩვენმა ქართველმა გოგობიჭებმაც და უფროსებმაც ამის გამო ხელი ჩამოუშვან და დავმარცხდით და რა ვქნათ და შენ იყავი ჩვენი ბატონი, ამას არ იტყვიან და მე იმედი მაქვს რომ პროტესტი გაგრძელდება, ოღონდ იმედი მაქვს რომ ეს იქნება მშვიდობიანი და არ იქნება პროვოკაციები. ადამიანები, რომლებიც ვაპროტესტებთ ზუსტად უკანონობას, მიტაცებულ სახელმწიფოს, გაუქმებულ ინსტიტუტებს და გაუქმებულ ქვეყანას, მშვიდობიანად ვაპროტესტებთ, იმიტომ რომ ჩვენ გვინდა რომ ვიყოთ ევროპის თანამეგობრობის წევრები და ამიტომ ვიცით რა არის კანონიერი და რა არის უკანონო. აი ამას ვერ ეგუება ქართული ოცნება და ეხა ეს ყველაფერი იყო მოწყობილი იმისთვის რომ მოხდეს ჩვენი დისკრედიტაცია, მაგრამ მე მინდა ვუთხრა მათ მომხრეებს და აი ამ ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომ რუსთაველზე დგანან ადამიანები, რომლებმაც ყველაზე კარგად იციან, რომ ეს ქვეყანა როგორც ჩვენია, ესე თქვენია და ამ ქვეყანას ვერ აგარებინებთ. გატეხვა უნდათ ეხა ადამიანის ამ ერთწლიანი გრადობა, რომ შევახ ბევრი ადამიანი აღარ იყო ჩართული, მაგრამ იდეურად ცოცხლობდა, რომ პროტესტი ამ ქვეყანაში ისევ არსებობს და ეს რომ იდეურად მოკლას, ამის სურვილი აქვს, რომ ბოლომდე გაივაკოს ბარემ გუშინდელი დღე, რომელიც მისთვის იყო წარმატებული, იმიტომ რომ გაანულა ოპოზიცია, როგორც არჩევნებზე, როგორც მის მიღმა, ეხლა უნდა გაანულოს ადამიანები, რომელიც პროტესტში არიან ჩართული. მოქალაქეების პოზიციები ადამიანები აცხადებენ, რომ ისინი ამ 300 დღის განმავლობაში მოქმედებდნენ კანონის ფარგლებში და გააგრძელებენ ბრძოლას. ასევე კანონის ფარგლებში მშვიდობიან დემონსტრაციას ალტერნატივა არ აქვს და სწორედ მშვიდობიანი პროტესტი არის ის, რაც აიძულებს ბიძინა ივანიშვილს, რომ დათმოს ძალაუფლება და სხვათა შორის დღესაც სულ ცოტა ხნის წინ უკვე გადაიკეტა რუსთაველის გამზირი და ახლაც იკრიბებიან იქ ადამიანები.